просто ბოლო მომენტში ავახიეთ ეს რა ქვიან წილი თქო რა რომელიც გასხისებასაც აპირებდა და ქუჩაში რჩებოდით. ჩვენ მოვიპოვეთ უაღრესად სკანდალური ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც ქალბატონ ელისოს და ბატონი გივი ჯიბლაძის დიალოგია ბენ ანორის ქონების დაუფლებისათვის. შევხვდი ელისო კილაძეს და ვთხოვე რომ გასულიყო ჩემი ფართიდან, რადგანაც წართმევის დროიდან არ მიხდიდა ქირას. ელისო კილაძე მითხრა, ისეთ რაღაცებს აგიგორებო, ისეთ რაღაცებს მოგიგონებო, რომ აქედან გაქცევას ვერ მოასწრებო საქართველოდანო. აი პირდაპირ ვციტირებ, მეო შენ შემოგასხავო და შენ მოიბანეო. დედას მაგას ისეთ რაღაცებს აუბრალებ და ამ ნახე კეზერაშვილს შევტენი ამის აყირავების თემას და ვახშო ყველაფერს დავაკეთე, იმიტომ რომ ებრაელია. არის მედიაზონდერი ბენ ანორი და მისავე ოკუპირებულ შენობაზე ამ პლაკატებს გავუკრავთ. 2026 წლის 9 იანვარს ცნობილმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ თბილისში ფანჯიკიძის ქუჩაზე ჩვენი შენობის ფასადზე თვითწებადი პლაკატები გააკრა და საზოგადოებას ამსნა რომ ჩვენი კომპანია შეპესეროე ბუდაპეშტი მის მედია ორგანიზაცია ქრონიკა პლუს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლის მიზნით ოფისიდან აძევებდა. რა თქმა უნდა ეს სრულიად დაუმსახურებელი ბრალდება იყო, რადგან ქრონიკა პლუს ჩვენო კომპანიამ ოფისთან წოდომა მხოლოდ საიჯარო თანხის გადაუხდელობის გამო შეუზღუდა მედია ჰოლდინგ ქრონიკა პლუს ჩვენ კომპანიისთვის 2023 წლის მარტიდან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ელისო კილაძეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 5192 ამერიკული დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. თავდაპირველად ქრონიკა პლუსი ამ ვალდებულებას კეთილს ინსერად ასრულებდა, მაგრამ 2023 წლის ივლისიდან მან შეწყვიტა საიჯარო ქირის გადახდა. შეპესეროე ბუდაპეშტი დაფუძნებული იყო ქუთაისში დაბადებული გაზრდილი, ამჟამად ისრაელის მოქალაქე ბენ ანორის მიერ. მან კომპანიის მართვა მიდობილობით გადასცა ქუთაისელ გივი ჯიბლაძეს და გიორგი კამლაძეს. მე ვარ ბიზნესმენი, მოღვაწეობ რამოდენიმე ქვეყანაში. 2020 წელს ჩამოვედი საქართველოში. ერთ-ერთი ჩემი ბიზნესი საქართველოში არის უძრავი ქონების ყიდვა და გაქერაება. ერთ-ერთი ესეთი ობიექტი, რომელიც შევიძინე 2020 წელს, არის ფანჯიკიძის ერთ ნომერში 9 სართულიანი შენობა შავ კარკასის მდგომარეობაში. ავიღე იპოთეკა, გავარემონტე და მზად იყო გასაქერაებლად. რადგანაც საქართველოში არ ვიყავი უმეტესი დრო, ვენდე ჩემს ნდობით აღჭურვილ ადამიანებს, რომელიც გავიცანი თბილისში. სამწუხაროდ 2023 წლის ოქტომბერში ბენ ანორის ნდობით აღჭურვილმა პირებმა დოკუმენტების გაყალბების გზით მიისაკუთრეს ინვესტორის ქონება, რის გამოც ბენ ანორმა სამართლებრივ დავაში ჩართვა დაიწყო. გამოძიების შედეგად მას ქონება დაუბრუნდა, სასამართლომ მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირები დამნაშავეებად ცნო და მათ წინააღმდეგ სასჯელად რამდენიმე წლიანი თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა. დავის მანძილზე ელისო კილაძის მიერ საიჯარო ხირის გადაუხდელობით დაგროვებმა თანხა დღეის მდგომარეობით შეადგინა 155,000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. უფლებებში აღდგენილმა ბენ ანორმა ქრონიკა პლუს საიჯარო დავალების გადახდა მოსთხოვა და არა ერთხელ. მისი კანონიერი მოთხოვნები სრულად იქნა იგნორირებული ქრონიკა პლუსის მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვეთ მედია ორგანიზაციის ფართის დაცლა. როცა კი გადმოვიფორმე ჩემი ქონება, შევხვდი ელისო კილაძეს და ვთხოვე რომ გასულიყო ჩემი ფართიდან, რადგანაც წართმევის დროიდან არ მიხდიდა ქირას. ელისო კილაძე მითხრა, ისეთ რაღაცებს აგიგორებო, ისეთ რაღაცებს მოგიგონებო, რომ აქედან გაქცევას ვერ მოასწრებო საქართველოდანო. მე ვთხარი რას მომიგონებ თქო და ვიტყვიო რომ შენ დაიბრუნე ეს ქონებაო ლილუაშვილის მეშვეობითო, მოგაბავო ღარიბაშვილის სახელსო, ლილუაშვილის სახელთან დაგაკავშირებო. ვთხარი ელისო საერთოდ არ ვიცნობ არც ერთს და არც მეორეს რას მელაპარაკები თქო. ხო და რასაც მითხრა, მეო შენ აი პირდაპირ ვციტირებ, მეო შენ შემოგასხავო და შენ მოიბანეო. ნახოთ რა ბიჭი იქნებიო. კეზერაშვილს დაგაკავშირებო, ისიც ებრაელი არისო, კოლცენტრებს მიგაბავო, ნახავ შენ რა მოგივა. და ადგა და წავიდა. 2021 წლის 8 იანვარს მესაკუთრებს შეძლო შენობაში დაცვის ჩაგანება და ქრონიკა პლუსის თანამშრომლების შენობაში შესვლის შესაძლებლობა აღარ მიეცათ. მათ დღის განმავლობაში 3-ჯერ განმარტეთ, რომ შეეძლოთ წაიღოთ პირადი ნივთები და საქმიანობისათვის აუცილებელი ტექნიკა. თქვენი პირადი ნივთები? ხო. თანამშრომლების პირადი ნივთები გულისხმობდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა, ეს არის კომპიუტერი, ფლეშკა თუ რაც საჭიროებას წარმოადგენს
შეგიძლიათ წაიღოთ, თუმცა ქალბატონმა ელისო კილაძემ ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარით გვიპასუხა. ამის შემდეგ ქალბატონმა ელისომ გვიჩვეულა თბილისის პროკურატურაში ჟურნალისტისათვის პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელი შესვლის მოტივით და პროკურატურამ ყისერად დაიწყო გამოძიება. ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ შესაბამისი მტკიცებულებები და განვმარტეთ, რომ ხელის შეშლას ადგილი არ ქონია და ჩვენების მიცემისას დავაფიქსირეთ მზაობა ჟურნალისტური საქმიანობისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების გადაცემის შესახებ. სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, ხელშეკრულება რა თქმა უნდა არ ყოფილა, იმიტომ რომ პარტნიორებად განვიხილავდით ერთმანეთს, მათ შორის ბენანორს ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია ჩემთან. ქალბატონი კილაძის ეს მოსაზრება სრულიად ალოგიკურია, რადგან ბატონი ბენ ანორის საკუთრებაში არსებული ეს კუძრავი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული და კრედიტის დაფარვა ფართების გაქირავებით უნდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ეს 2 წელიწად ნახევარი, როცა ვიყავი დავაში, ვიხდიდი $60,000 იპოთეკის დასაფარად, როცა ქონება ჩემი არ იყო. იმის თვალსაჩინო მტკიცებულებად, რომ ქალბატონ ელისოსთვის საოფისე ფარტი უფასოდ არ გადაგვიცია, ისიც გამოდგება, რომ იგი საეჯარო გადასახადს თავის დროზე უპრობლემოდ იხდიდა და შესაბამის ანგარიშზე $5,192 ამერიკული დოლარის ეკვივალენტური ლარის ჩარისხალს არის დანიშნულებად უთითებდა საეჯარო ხილის გადასახადს. ეს ორ მხარეს შორის არსებული საეჯარო ხელშეკრულების ვალდებულებაზე მეტყველებს ცალსახად. 2026 წლის 8 იანვარს, როდესაც ჩვენ საკუთრებაში დავბრუნდით, შენობა საახალწლო ბიუროს წარმომადგენლის თანდასწრებით დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბატონი ბენანორის პირადი სამუშაო სივრციდან, რომელიც შენობის მეორე სართულზე მდებარეობდა, გამქრალი იყო მოძრავი ქონება, ელექტროტექნიკა და ავეჯი. ამ ქონების საერთო ღირებულება სავარაუდოდ 60,000 ლარია. და რადგანაც მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში შენობას ქალბატონი ელისო განაგებდა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბენანორის ნივთებს მართსაწინააღმდეგოდ სწორედ ეს ქალბატონი დააიოფლა. შესაბამისი განცხადება კვლევის ეტაპზეა პოლიციის შესაბამის განყოფილებაში. წლის 26 იანვარს ბენანორის მიმართ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშელაძის მიერ განხორციელდა აშკარა მუქარა, კერძოდ ამ პირმა მის საკუთარ Facebook გვერდზე ბენანორის შესახებ განათავსა პოსტი. ამ მუქარის შესახებ შეტყობინება შესაძლოა შესულია პოლიციის განყოფილებაში და ველოდებით რეაგირებას. წლის 13 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ბენანორის მიმართვა მისი ქონებრივი უფლებების დაუფლების ფაქტზე გამოსაკვლევად გადაუგზავნა ფინანსურ პოლიციას. ამ საჩივრით და მასზე დართული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მჟავრდებულ 3 პირთან ერთად ამავე დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობას ღებულობდა ელისო კილაძეს. მან განსხვავებით 3 მჟავრდებულისაგან მოახერხა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, საჩივარზე დართულ სავარაუდოდ ელისო კილაძის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში ცალსახად ჩანს ელისო კილაძის ორგანიზაციული როლი ბენანორის წინააღმდეგ დაგეგმილ და განხორციელებულ დანაშაულში. ასევე მისი ინფორმირებულობა მთელი ამ საქმის ირგვლივ. აყირავდა რაღაცნაირად თქო, დაითრია მე მგონი სუსმა თქო და просто ბოლო მომენტში ავახიერეთ ეს არა ვქვიან წილი თქო რა. ჩვენ მოვიპოვეთ უაღრესად სკანდალური ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც ქალბატონ ელისოს და ბატონი გივი ჯიბლაძის დიალოგია ბენანორის ქონების დაუფლებისათვის. ანუ კამთავის გოგოს ამბავზე რომ შემოხდა ხო და ეკახერხეულიც და რაღაცა ამბერდი რომ მომეყო, მაშინ უთხარი რომ მე უთხარი ძალიან ობიექტურად შეფერხებები, იმიტომ გქონდა მეთქი რომ ბენი აყირავდა რაღაცნაირად თქო, დაითრია მე მგონი სუსმა თქო და просто ბოლო მომენტში ავახიერეთ ეს არა ვქვიან წილი თქო რა, რომელიც გასხისებასაც აპირებდა და ქუჩაში რჩებოდით, მე ვთქვა რომ ყველა მოგვადგებოდა ვიღაცა ერთպես და გვეტყოდა მეთქი რომ ანუ გამოდი გიწია რაღაცა და მე იცი რა მე უთხარი რომ просто ჯიბლაძე ხო იცი მე უთხარი რა ჭკვიანია და რა შეგაწილია თქო და просто წამებში მოხდა ეგ ამბავი თქო, თორე ერთი კვირის თავზე და მეორე და მესამე დღეს უკვე შენობაში ჩვენ ყველანი ვიქნებოდით ასე პავდუდორფკიერა და ქუჩაში დარჩენილები თქო და უცებდა დააფორა ჟანო. ჩვენი ინფორმაციით ეს ჩანაწერი თავად ქალბატონ ელისომ გააკეთა და მასში ჩანს რომ ქალბატონი ელისო ცდილობდა ბატონი ბენ ანორის სახელით კოლ-ცენტრების საქმესთან და კოლ-ცენტრების საქმეში ბრალდებულ დავით გეზერაშვილთან დაეკავშირებინა. ანუ კოლ-ცენტრების თემაშიც არის თუ არა არის? ეს მე
არა, მანამიცის პროგრამაზე პლატფორმებია ადმინისტრაციულ. ეხლა კონცენტრების თემას რომ მივავა, ეს როგორ მივავა? პროსტა იგი მითხარი ვიღაცები ვინ არიან დაჭერილები. კონცენტრების თემას რომ მივავათ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მას რო გააპასროს მაგან ჩვენი კონფლიქტი სიტყვაზე და რაღაც არასწორად გაიტანოს გარეთ, ვენმა ვიტყვი, რომ ბოლო მომენტში გავარკვიოთ, რომ კეზერაშვილის კონცენტრების ბიზნეს პარტნიორი იყო თქო დედას მოუთხრა მაგას ისეთ რაღაცებს აუყურებდა და ამ ნახი კეზერაშვილს შემტენი ამის აყირავების თემას და ვაშო ყველაფერს გავაკეთებს. ებრაელია ჩვენ ხელთ არსებული მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ქალბატონ ელისოს ოფისი, რომელიც ჩვენი შვილის მესამე სართულზე იყო განთავსებული, მის თავზე, ასე ვთქვათ, ერთი სართულით მაღლა საქმე უნდა შეპესე ნომადოუ სერვისი, რომელიც გამოძიების მიერ მიჩნეულია როგორც call center. შეუძლებელია, დაუჯერებელია ვინმე გაიზიაროს ინფორმაცია, რომ ქალბატონ ელისოს არ ცოდნოდა თუ რას საქმიანობდა სინამდვილეში ეს კომპანია. რამე თუ 70-80 კაცი, რომელიც ყოველდღიურად იყო დასაქმებული ამ კომპანიაში, ჯერ ელისო კილაძის ჭიშკართან უნდა აევლოთ, რამე თუ ჩვენ შენობა არის ერთსადარბაზოიანი და ფაქტობრივი კომუნიკაციის პრობლემა არ ექნებოდათ ერთმანეთში. თბილისში მოქმედი ერთ-ერთი call center-ის მეპატრონეებად ელისო კილაძე, ვალერი გელბახიანი და გივი ჯიბლაძე დასახელდნენ. პანჯიკიძის პირველ ნომერში, სადაც ქრონიკა პლუსის რედაქცია ფუნქციონირებს, ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე 2 დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველები ბიზნეს ცენტრის მეოთხე და მეხუთე სართულებზე შევიდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის და კომპანია სვეტის დირექტორის გივი ჯიბლაძის ოფისებია განთავსებული. ჯიბლაძესა და კილაძეს შორის დიალოგის ანალიზი გამოძიებისათვის მეტად საინტერესო აზრის გამოტანის საშუალებას იძლევა. ეს ორი ადამიანი ზუსტად ფლობს ინფორმაციებს, თუ ვინ არიან call center-ების უკან, ვინ დგანან, რა საქმიანობენ, რამდენი call center-ია ქვეყანაში და მათ შეუძლიათ ასევე პირები, რომლებიც მათ არ ემორჩილებიან და ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება ასეთი მოვიყვანთ, რომ ერთ-ერთ პირს, რომელიც თურმე გაექცა ჯიბლაძე კილაძის სანაცნობო წრეს და უკრაინაში გადაუწყვეტია საქმიანობა და ამით გაბრაზებულია ბატონი ჯიბლაძე, ქალბატონი ელისო მას ამშვიდებს და ეუბნება, რომ მას შეუძლია დარეკოს უკრაინის ოფიციალურ პირებთან, ანუ სახელმწიფო ხელისუფლებაში მოგალათებულ პირებთან და ასევე ქუჩაშიც მოახდინოს ზეგავლენა და ის პირი, რომელიც გაიქცა მათ ვთქვათ წესებს და რეჟიმს აუყირაოს უკრაინაში ყველაფერი. ამჟამად დასავლეთიდან კონცენტრაცია გასცემი ორცა ცალკე ისე რომ არაფერი გაიაცნებულა და ვაფშე ჩვენთან თქვია და ბიჭებმა ჩვენებაც არაფერი არ იციან, ხო? არა ხება და როდეშვილი ეს რეგზაკი უკრაინაში ვაკეთებ მე კიდევ ღიად ეს შეგოია თუ ბაჟა? გააკეთოს უკრაინაში ეგრევე დავრეკავ ისე რომ ორ პონჩი რა აქეთ ქუჩაშიც და ოფიციალურ ნაწილშიც რა ისეთ ტიპებთან დავრეკავ რომ მაგას იქ უკრაინაში აუყირავებ ყველა შემთხვევაში უკრაინაში კაკრას მაგის ხო იცი მილიონი ბერკეტი არსებობს გამოძიება ასე უნდა დაინტერესდეს საბანკო გადახდებით შესაძლოა იყოს ეს დამთხევა call center-ი ნამადოუ სერვისი და მედია ჰოლდინგი ქრონიკა პლუსი ერთსა და იმავე დღეს უხდიან საიჯარო თანხებს მესაკუთრე როი ბუდაპეშტს. დიდი ალბათობით ეს გადარიცხვები ორივე კომპანიის მიერ შესრულებულია ნამადოუ სერვისის ბუღალტრის მიერ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქრონიკა პლუსი და ნამადოუ სერვისმა ერთდროულად შეუწყვიტეს იჯარის სქირის გადახდა ბენანორის კომპანია როი ბუდაპეშტს. ფონოგრამის შინაარსი აშკარად მიანიშნებს, რომ ქალბატონ ელისო კილაძე და ბატონ ჯიბლაძე ცდილობდნენ call center-ების საქმესთან ბატონ ბენანორის სახელით დაკავშირებით ერთობლივად ჩამოეშორებინათ იმ კომპანიების რეალური მფლობელი, რომლებსაც დროებით კრიმინალურად დაეუფლნენ მჯავრდებულები. ეს ფონოგრამა უმნიშვნელოვანესია შინაარსობრივი დატვირთით საგამოძიებო სამსახურისათვის, რომელიც უკვე მათ აქვს და ველოდებით რეაგირებას. მე ვარ ბიზნესმენი. ძალიან მინდა რომ საქართველოს წავიდეს წინ. ისიც ვიცი, რომ 14% საქართველოს ეკონომიკა არის ისრაელიდან შემოტანილი ინვესტიციებით. ჩემი მეგობრები, რომელსაც აქვს მილიონობით დოლარები შემოტანილი, აქ ძალიან ფრთხილად მიყურებენ და უყურებენ რა ხდება ჩემს საქმეზე. ძალიან ფრთხილად. იმიტომ რომ აინტერესებთ რა მოხდება. ეს რასაც ქალბატონი ელისო კილაძე აკეთებს, ეს არის ტერორიზმი, რაც შეეხება საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს. ყველა მტკიცებულებები მიტანილი არის და ველოდები, რომ კანონი იკანონებს.